მეგობრებო, მოგესალმებით. ნაყოფიერი და წარმატებული კვირის დასაწყისი მინდა გისურვოთ. და მოდით ვნახოთ ჩვენი კვირის ენერგიები, ხო? ერთი კვირის მანძილზე რა იქნება საინტერესო, რა იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენთვის, გაფრთხილება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. გავიაროთ მე და თქვენ ახლა ერთი კვირის ტენდენციები. მაშა სადამე ვარიანტი პირველი კვირის ენერგია და ვარიანტი მეორე კვირის ენერგია. აი ასე. Так, პირველი ვარიანტი გვექნება ამეთვისტო. და შუქსავანთან რომ უფრო კარგად დაინახოთ. აი ასე. პირველი ვარიანტი ამეთვისტო, მეორე ვარიანტი გვექნება, მეორე ვარიანტი გვექნება წითელი იასპი. ავანტიურმა დაისვენოს. აი ასე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. სანამ ერჩევთ მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ მე მაქვს შექმნილი დახურულ ეზოთერიულ შემეცნებითი მაგიური ჯგუფი. წლინა ხევრის არის უკვე ეს ჯგუფი. რომელიც იწვევს ნებისმიერ მსურველს, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესების დაცვით, შესაბამისი ურთიერთობის ფორმატით, როგორიც მხოლოდ ამ დახურულ ჯგუფშია, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი არის გაერთიანებული. ეს არის უკვე ერთი დიდი ოჯახი, სადაც შეისწავლება ის საკრალური ცოდნა, ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, მაგიური პრაქტიკები, ყოველდღიური დღის არკანები, ისეთი საჯარო გაშლები, რომლებსაც მხოლოდ დახურულ ჯგუფში მოისმენთ, მაგიურ შემეცნებითი პოდკასტები, საავტორო პრაქტიკები, მოკლედ ძალიან ბევრი ყოველდღიური და ასევე მაგიური მარათონები, რომლებიც დღითიდღე და ყოველდღიურად გვეხმარება იმაში, რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყოფიერი სოციალური და მატერიალური მხარე. ჩვენი ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ მაგიურს, არამედ მატერიალურს. ჩვენ მატერიაში ვცხოვრობთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ და უნდა ვისწავლოთ ბალანსი მატერიასა და ენერგიას შორის, ხო? ანუ მაგიურ შემეცნებითი მიმართულება ყოველთვის უნდა იყოს დაცული ბალანსში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ სოციუმის ნაწილი. მაშა სადამე ჩემო ძვირფასებო, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. იმედია ყველამ აერჩია თავის ვარიანტი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. დავიწყეთ. ამეთვისტო ვინც აერჩია, მოდით ვნახოთ თქვენი კვირის წამყვანი ენერგია იქნება 10-იანების თასები. ძალიან ლამაზი, ძალიან ბედნიერი, ძალიან მშვიდობიანი, ძალიან დადებითი კვირის დასაწყისის ენერგია არის, რაც ნიშნავს იმას, შემოძვირფასებო, რომ ყველაზე მეტი ემოციური დატვირთვა ზუსტად რომ გექნებათ შემდეგი მიმართულებით. ეს არის ოჯახი, ეს არის საყვარელი ადამიანები, ეს არის შედეგი, რომლითაც აუცილებლად ძალიან კმაყოფილი იქნებით, მდგომარეობით, პატარ-პატარა გამარჯვებები შეიძლება იყოს აქ ვიღაცისთვის, ეს შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი და შეგრძნებადი ესეთი ნოყიერი გამარჯვება, რომელიც ნამდვილად მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თავი იგრძნოთ სრულყოფილ, წარმატებულ, წარმატება არა ისე, როგორც ვთქვათ, სოციალური მიმართულებით გვესმის. არა, წარმატება როგორც შინაგანი ჰარმონიის, სიმშვიდის, ბედნიერების და შინაგანი ბალანსის, როდესაც ყველაფერი ისე მიდის და ისე ვითარდება, როგორც თქვენ გინდათ, აი ეს ემოციური სიხარული ჩანს ძალიან კარგად, ხო, როდესაც ოჯახი ოჯახობს, შეიძლება ასე ითქვას, ხო, როდესაც მეგობარი მეგობრობს, როდესაც ჯგუფი ჯგუფობს, ხო, კოლეგა კოლეგობს. აი ესეთი ძალიან ესეთი
ერთობლივი, ერთიანი, ესეთი ერთ მუშტად შეკრული ძალიან კარგი არკანი არის ჩემო ძვირფასებო, რომელიც აჩვენებს იმას, რომ თითქოს ყველა ერთ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ერთ ხმაში იმღერებთ, რაც შექმნის აი იმ მელოდიურობას, ჰარმონიის, ბედნიერების და სიმშვიდის შემოძვირფასება. ძალიან კარგი დასაწყისი არის, მინდა გითხრათ, ნახოთ კიდევ რა გელოდებათ მნიშვნელოვანი. ერთი კვირის მანძილზე ვარიანტი პირველი. ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. ოღონდ ნახეთ მეგობრებო, როგორი გადაწყვეტილება არის ეს. შეხედეთ, რაღაცა შეიცვლება თქვენს რეალობაში. და დასრულდება და დამთავრდება ის, რაც დიდი ხნის დასასრულებელი, წასასვლელი და დასამთავრებელი იყო. ანუ გულისხმობ იმას, რომ თქვენ საკუთარ თავში აღმოაჩენთ რაღაცა ძალიან ახალს და მნიშვნელოვანს, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ ვთქვათ, მოვლენებს, თუნდაც იმის, რომ ადამიანები მიდიან, ადამიანები იკარგებიან ჩვენი ცხოვრებიდან, ხო? ის, რომ ადამიანები ერთ დღეს საერთოდ სხვა, ვთქვათ, როლში არიან ჩვენთან მიმართებაში და მეორე დღეს ეს როლი მკაფიოდ იცვლება, ხანდახან ეს როლი იმდენად მტკინვეული არის ხოლმე, ვთქვათ, მათი წასვლის მომენტი, ხო, როდესაც რაღაცა მჩერდება, მთავრდება. ნახეთ, ადამიანი ასეთ დროს ორი გზა არის, ხო, პირველი ის, რომ ყველაფერში ეძიოს და ეძებოს ძლიერი დადებითი მხარეები, არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად ნეგატივის მოლოდინში არიან და როდესაც ეს რაღაცა ნეგატიური ხდება, ხო, არადა რეალურად ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს ნეგატიური, არამედ უკვე ის გამოწურული რეალობა მიდის, რასაც უკვე არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ხო? ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ იმ ნეგატიურ მომენტს აბსოლუტურად არანეგატიურს, ანუ მისი გადმოსახედითად ნეგატიურს დაეპოტინოს, დაეკიდოს და აი ამაზე აწყოს მთელი თავისი, ვთქვათ, ნეგატიური მოვლენების გაგრძელება, ხო, რომელიც რაღაც მხრივ, ხომ, შესაძლებელია მისთვის იყოს ემოციური საკვებიც კი. გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლისთვისაც უბრალოდ მიუღებელია, არ შეუძლია პოზიტიურ და სიტყვა პოზიტიური უკვე ძალიან აღარ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან გაპოპსავებულია ეს სიტყვა და გაუფესურებული. არ მოსწონს ის ვიბრაციები, რასაც ჩვენ დადებით ენერგიებს ვეძახით. მომწამლელია. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობენ ასეთი ადამიანები, ეს მათი ენერგოინფორმაციული სტრუქტურა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგები და პირიქით. არანაირად. უბრალოდ აქ მაჩვენებს იმას, ეს უბრალოდ გადახვევა იყო ერთგვარი, მაგრამ აქ მაჩვენებს იმას, რომ თქვენ არ შეხვდებით გარკვეულ ტრანსფორმაციებს თქვენს რეალობაში, არ შეხვდებით უარყოფითი შემართებით, ხომ, პირიქით დაიწყებთ, რაღაც პერიოდი შეიძლება იყოს სტრესული, რაღაც პერიოდი შეიძლება ჩაიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში, მაგრამ მაჩვენებს, რომ ამ ყველაფერს გააკეთებთ ძალიან ლამაზად, ძალიან შემეცნებითად. ანუ თქვენი ტრანსფორმაცია იქნება თქვენთვის ძალიან შემეცნებითი და ეს შემეცნების გზა მოგცემთ თქვენ იმას, რომ ძალიან სხვა ლეველზე, სხვა ხარისხებში დაინახოთ მიმდინარე მოვლენები თქვენს რეალობაში, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ უკვე მიიღოთ ის გადაწყვეტილება, ანუ კი არ დარჩეთ ნეგატივში, არამედ მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორ დაასრულოთ და როგორ გამოხვიდეთ ამ ყველაფრიდან. გამარჯვებული როგორ თქვენი გამარჯვების ალგორითმს შეიმუშავებთ. აი ასე მაჩვენებს პირველი ვარიანტი, მიხვდით ხომ? ანუ ეს
ტრანსფორმაცია მოგცემთ საშუალებას, რომ გამოხვიდეთ ორჯერ კიდევ უფრო მეტად ძლიერი იმ რეალობიდან, რომელიც შეიძლება სხვა ადამიანებისთვის საკმაოდ რთული გადასალახ და გადასაჭრელი ყოფილიყო და თქვენ ამას შეძლებთ აუცილებლად და მაჩვენებს იმას, რომ ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებთ. ძალიან სწორი იქნება ეს თქვენი არჩევანი და ასევე მაჩვენებს იმას, რომ ეს არჩევანი, რომელსაც თქვენ მიიღებთ, მიგიყვანთ თქვენს ბალანსამდე, თქვენს პირად ბალანსამდე. და ეს ბალანსი არ იქნება არავისზე დამოკიდებული. ეს ბალანსი იქნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული. ანუ თქვენ იპოვით იმ ძენ ენერგიას, მოდი ასე ვთქვათ, იმ ბალანსის ენერგიას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილების შედეგად იქნება მიღებული. არა ვიღაცის, არა გარემო ფაქტორების, არამედ თქვენ იქნებით ამის ყველაზე დიდი შემქმნელი ამ ბალანსის და მომპოვებელი. და მაჩვენებს შემოძვირფასება, რომ თქვენ სათქმელს იტყვით. თქვენს გასაკეთებელს გააკეთებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად იქ დაიცავთ თქვენს პირად საზღვრებს, სადაც დასაცველია და სადაც ერთგვარი შეღწევის უფლება უხეშად. უკვე მიხვდებით და გაიგებთ და არა მხოლოდ მიხვდებით და გაიგებთ, არამედ იმოქმედებთ, რომ შიგნით უკვე უხეშად არავინ აღარ შეაღწიოს, იმიტომ რომ ეს არის თქვენი საზღვრები და თუ თქვენ საზღვრებს პატივს არ სცემენ, ესე იგი თქვენ არ გცემენ პატივს და შესაბამისად თქვენ ამას გააკეთებთ და ამ მდგომარეობას დაიმსახურებთ, რასაც მე ახლა პირველი ვარიანტი ძალიან დიდი ესეთი ჩქარი ტაშით გაგაცილებთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ერთი კვირა გელოდებათ, მე ასე მაჩვენებს და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას თქვენი საკუთარი გადაწყვეტილებების, ახალი გზების და ტრანსფორმაციული პროცესის შემეცნებით გავლაში. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი და გადავედით ვარიანტი 2-ზე. ვარიანტი 2, წითელი იასპი ვინც აერჩია, ვნახოთ თქვენი კვირის წამყვანი ენერგია იქნება თასების ტუზი. სიხარული, მეგობრებო, სიხარული, სურვილის ასრულება, ემოციების ამოფრქვევა, დადებითი ემოციების ამოფრქვევა, მე მინდა რომ ეს ასე წავიკითხო. ეს არის გაგება ძალიან კარგი ამბის. ეს არის საჩუქარი, ცრემლებამდე რომ მიგიყვანთ ესეთი საჩუქარი, ეს არის ძალიან ესეთი ტუზი, ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ნულიდან იწყება. ხვდებით ხო, რაღაცა ახალი შემოდის. ახალი შემოდის და ეს არის ემოციურ დონეზე. და ეს ახალი თქვენთვის, თქვენ თავს გაგრძნობინებთ და პირიქში თქვენ აივსებით ძალიან ესეთი კარგი და თქვენთვის საჭირო მნიშვნელოვანი ენერგიებით. გაცრავად იქნებით სავსე როგორც ჭურჭელი. თქვენ თვითონ იქნებით ენერგიით სავსე და აი ეს მდგომარეობა იქნება ძალიან ლამაზი თქვენთვის, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აღმოაჩენთ შესაძლოა ენერგიის მიღების რაღაც ახალ წყაროს. თქვენი პირადი წყარო იქნება ეს, ხო? აი დააკვირდით ამ ერთი კვირის განმავლობაში რა გიმაღლებთ ენერგიას, ტონუსს, რა გაბედნიერებთ, რა გახარებთ და ეს აუცილებლად იქნება პირველივე კვირის დღეს, შეიძლება დღეიდანვე უკვე იგრძნოთ აი ეს და აი ეცადეთ რომ დაიჭიროთ ეს სიხარული და მიყვეთ. იმიტომ რომ ეს იქნება ერთგვარი კვება თქვენთვის საჭირო ძალიან კარგი და ძალიან დადებითი ენერგიების შემომტანი არის ეს არკანი ზოგადად. კარგით, ძალიან კარგი არკანი არის, ახალი ამბები, საჩუქრები, საკუთარი თავის აღმოჩენა, შესაძლოა ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელიც ძალიან გაგაბედნიერებთ. ნახოთ, კვირის არკანის ენერგია, წითელი იასპი. ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტი. აქ მაჩვენებს ძალიან საინტერესო ამბებს. პირველ რიგში იმას, რომ კვირის დასაწყისი იქნება ძალიან ენერგიული.
აი მთებს გადადგავთ. მთებს გადადგავთ, იმიტომ რომ იგრძნობთ ენერგიის მომატებას, რაც პრინციპში თავში ვთქვი. იგრძნობთ იმას, რომ შეგიძლიათ დახუროთ ყველა ის დაწყებული საქმე, მიიყვანოთ ბოლომდე, დასვათ სწორი აქცენტები, იმოქმედოთ იქ, სადაც აქამდე ვთქვათ, ან გეზარებოდათ, ან დრო არ გქონდათ, ხო, ანუ სხვანაირ ტონუსში იქნებით და სხვანაირად ენერგიული იქნებით, ხო? იმდენად ენერგიული, რომ მზად იქნებით, რომ ისიც კი რა გადაწყვეტილებაც აქამდე ვერ იღებდით, არ იღებდით, ვერ მოქმედებდით, იმოქმედოთ, მიიღოთ ეს გადაწყვეტილება და გადადგათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ასევე მაჩვენებს, რომ თქვენს ცხოვრებაში იქნებიან ის ადამიანები, სხვათა შორის ორი მამაკაცის არკანი ამოვიდა, შვილები, კოლეგები, ნათესავები, ან უბრალოდ ადამიანები, ასეთი პენტაკლების მეფის და კვერთხების მეფე ყავს, ხო, კვერთხების მეფე, ანუ ორი ესეთი არქეტიპი ამოვიდა, ორი საინტერესო ადამიანის, რომლებსაც შემოაქვთ თქვენთვის ცხრიანების პენტაკლები. ცხრიანების პენტაკლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები დაგეხმარებიან საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად უკეთესად აღმოჩენაში. ყველა თავისებურად, ხო? ყველა თავისებურად. თქვენ წარმოიდგინეთ და ყველას არ ეხება ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანმა შეიძლება რაღაც ერთგვარ ინფორმაციულ წნეხშიც კი გაგატაროთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვათ დაგძაბოთ, გაგაბრაზოთ, ნერვები მოგიშალოთ, მაგრამ ეს იქნება ძალიან სწორი, აგიხსნით რატომ? იმიტომ რომ აი ეს დაძაბულობა და ეს ნერვები და აი ეს რაღაცა ურთიერთობის ასეთი ფორმა ერთ-ერთ მათგანთან, ხო? გასწავლით, როგორ გამოხვიდეთ რთული სიტუაციებიდან მარტივად, ანუ აღარ შეეპუოთ და აღარ შეებრძოლოთ იმ ფორმატით კვლავ აღარ შეეპასუხოთ, მოდი ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, რომლებიც აღარ იმსახურებენ თქვენგან არანაირ ენერგიის ჩართვას და არანაირ ენერგიის მიცემას ეს ადამიანები, იმიტომ რომ ნახეთ, მე ვთქვი დასაწყისში, რომ თქვენ იქნებით ენერგიით და პოტენციალით სავსე და რა თქმა უნდა დადებით და სწორ ადამიანებთან ერთად პარაზიტებისთვისაც საინტერესო გიქნებით, ხო? აისო ენერგიით მოდი ხო არ მოუწრუპოთ 1-2 ყლუპი ამ ენერგიიდან, ხო? და თქვენ მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მაჩვენებს. ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ და ეს იქნება ცვლილებები. ცვლილებები შეიძლება იყოს პირდაპირ ადგილმდებარეობის შეცვლასთანაც დაკავშირებული, ან უბრალოდ ცვლილებები იყოს ერთგვარ ფსიქოემოციონალურ და მენტალურ პროცესებთან, როდესაც ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადიხართ და პოულობთ თქვენს პირად ბალანსს, შემოწმებასებო, თქვენს პირად ბალანსს, ანუ თქვენს ამ ენერგიას, ხომ, კიდევ უფრო მეტად ამყარებთ, კიდევ უფრო მეტად აძლიერებთ და კიდევ უფრო მეტად, ესე იგი, არკვევთ თქვენს ირგვლივ ადამიანებში, ვინ არის თქვენთვის ტოქსიკური და ვინ არის თქვენთვის სიკეთის მომტანი, ხო? მთლიანობაში არის ძალიან კარგი კვირის დასაწყისიც, ბოლოც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი, რომ პირველი ვარიანტივით ესეთი ტრანსფორმაციული და ესეთი ძალიან დიდი სირთულეები გელოდებათ თქო, მაგრამ მაჩვენებს, რომ უკვე აქ იცით როგორი ვარიანტია, აი ჩემი ჯგუფის წევრები სავარაუდოდ აქ მისმენენ მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ ეს აქვთ არჩეული. როდესაც უკვე კარგად გამოცდილ ადამიანს ვესაუბრები, სად, როგორ და რა დროს დასვას სწორი აქცენტები და უკვე ჩემი, ვთქვათ, შეხსენების და ჩემი შეფხიზლების გარეშე უკვე გრძნობენ, სად რას გაერიდონ, სად რას არ გაერიდონ, სად შევიდნენ რქებით, სად არ შევიდნენ რქებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ თქვენ აქ უკვე ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით. მე კი დაგემშვიდობებით, შემოწმებასებო, ძალიან საინტერესო კვირა. ერთი კვირის არკანის ენერგიები გვაქვს. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. მაქსიმალურად ვეცდები, რომ YouTube არხზე ხშირად დავდო ახალი ვიდეოები, ნუ ყოველ შემთხვევაში კვირაში ერთხელ ორჯერ მაინც, რომ არ დაიკარგოს ჩემი და თქვენი მრავალწლიანი
კომუნიკაცია, ურთიერთობის ფორმა, რომელსაც ასე ელოდებით ხოლმე, ვთქვათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს სხვადასხვა მიზეზით საშუალება, რომ გახდეს დახურული ჯგუფის წევრი. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, დიდი სიყვარულით.